ილია თოფურიას უკვე რიგი ყავს მასთან ვისაც ჭუბი უნდა ან მისი კრიტიკოსების მაგრამ ამ რიგს ორი ადამიანი უკვე გამოეთიშა კერძოდ ბრაზილიელები და კერძოდ ფაითინგ ნერდები სილვა და რუფი რომლებიც ძალიან გამოირჩეოდნენ ილია თოფურიას მიმართ წყალებში ბლატაობით ორიონ წააგო ბრძოლა სამწუხაროა ისინი ვეღარასოდეს ვეღარ იღირსებიან ილია თოფურიასთან ბრძოლას და მოუწევთ ბრაზილიური პირების გაჩუმება მაგრამ ამასთან ერთად დაღესტანელები ისევ ამხედნენ ილია თოფურიას წინააღმდეგ და ამჯერად ნურმაგომედოვების სია შეემატა უსმან ნურმაგომედოვი რომელიც ამბობს რომ მის დივიზიონში 19 მოგება აქვს და რანაირად არის ილია თოფურია გოუთი თუ ამ დივიზიონში მხოლოდ ერთი მოგება აქვს მას და ფიქრობს რომ იგი როგორც სპორტსმენი და მებრძოლი ილიაზე ბევრად მაღლა დგას და მე კიდე შეგახსენებთ რომ UFC-ს ყურება შეგიძლიათ სეტან და სპორტსზე გამოიყენეთ პრომოკოდი GO30 რომ მიიღოთ 30%-იანი ფასდაკლება აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში რას ფიქრობთ ბრაზილიელებზე და დაღესტანელებზე